ფაშისტური პერიოდის იტალია რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაცოცხლდება. მილიონერი ნაპოლი, ასე ქვია ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ნეაპოლური ოჯახის ტრაგიკომიკურ ისტორიაზე გვიყვება. რა გავლენას ახდენს ომი ურთიერთობებზე და რა მნიშვნელობა აქვს მძიმე დროში სიყვარულსა და თანაგრძნობას. რეჟისორი მაყურებელს ადამიანურ ისტორიებზე აგებულ სპექტაკლს უანონსებს. პრემიერა რუსთაველის თეატრში 6 ივნისს გაიმართება. ოჯახში წარმოშობილი სირთულეების, მათთან გამკლავების, ახლობლების ერთმანეთთან დაახლოვებისა და გაუცხოების შესახებ პიესა, რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თამაშდება, ედუარდო დე ფილიპომ დაახლოებით 70 ან მეტი წლის წინ დაწერა. თუმცა, აქცენტები, რომლებიც მან მნიშვნელოვან საკითხებზე დასვა, ამდენი წლის შემდეგაც აქტუალურია. პიესა დონა ამას ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახლობლების გადასარჩენად საფრთხის მიუხედავად აკრძალული პროდუქტებით ვაჭრობს. ეს არის ფაშისტების პერიოდი, მუსოლინის პერიოდის იტალიაზე საუბარი და თანდათანობით უკვე ომის დამთავრების შემდეგ შემოდის ამერიკული კულტურა, ჯაზით, მუსიკით, ხელოვნებით, ყოფითი მომენტებით და თანდათანობით ეს ქალბატონი, რომელიც მანამდე არის ესეთი შეშინებული და ჩაგრული, ყოველდღურად არის ის დღიდან დღემდე რა ჭამოს ოჯახს, ხდება ნაპოლის მაფიის დედა. ედუარდო დე ფილიპოს პიესა ასახავს ომის გავლენას ადამიანურ ურთიერთობებზე და ხაზს უსვამს იმედის, სიყვარულისა და ოჯახის მნიშვნელობას. მილიონერი ნაპოლი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაპოლელი ოჯახის ტრაგიკომიკურ ისტორიას აღწერს. ერთმანეთის თანაგრძნობაზეა პიესა, ერთმანეთის სიყვარულზეა, გაჭირვებაში ერთად დგომაზეა და ძალიან თანადროული, აგრეთვე არის იმ სამყაროში, სადაც ეს გმირები არიან ისეთი ცივი გარემოა. და ამ ცივ გარემოში ინდივიდები როგორ გადარჩებიან. სოციალური დრამა ფარსის ელემენტებით, როგორც თხრობის ფორმად, რეჟისორმა აირჩია ღრმა სოციალურ და მორალურ თემებს განიხილავს. გარდა შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა, სპექტაკლი მაყურებელს საშუალებას აძლევს წარმოსახვით იმოგზაუროს იტალიაში, ნაპოლში და გაეცნოს ამ მართლაც უნიკალური ხალხის განსაკუთრებულ ენერგეტიკას. ჩვენ თამაშობთ ნეაპოლელებს და წარმოიდგინეთ იმდენად ასე ვიტყვი შევიჭერით როლებში, რომ კულისებშიც უკვე სხვანაირად საუბრობთ ერთმანეთში, გაყოლილი გვაქვს სცენიდან ეს რაღაცა სიგიჟე, ემოცია. რა გითხრათ, ძალიან საინტერესო პიესა, ეს არის მე-20 საუკუნის იტალიური კლასიკა, ედუარდო დე ფილიპო. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ძალიან ესადაგება დღევანდელ სამყაროს. ძალიან საინტერესო როლი დაიწერა, ასე ვთქვათ, ედუარდო დე ფილიპო და პლუს კიდე ჩვენი ხასიათი და ჩვენი ეს ყველაფერი ერთად რო უნდა შეივსოს, საკმაოდ საინტერესო, პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი. საპრემიერო სამზადისი დასრულებულია და არც თუ ისე დიდხნიანი მუშაობის შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ამ სპექტაკლისთვის. როგორც იცით, სპექტაკლი დადგა გოჩა კამბანაძემ, თამაშობს ამ სპექტაკლში სხვადასხვა თაობის მსახიობები. ღელავთ, ნერვიულობთ, არ ვიცით როგორ მიიღებს მაყურებელი. ყველაფერი გამოჩნდება პრემიერის დღეებში. რა რეაქცია ექნება მაყურებელს ჩვენი თამაშის. მილიონერი ნაპოლი სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე 6 ივნისს გაიმართება.